ნონა გაფრინდაშვილს დღეს დაბადების დღე აქვს. ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე 75 წლის გახდა. მსოფლიოს 5 გზის ჩემპიონსა და 9 ოლიმპიური ოქროს მედლის მფლობელს დღეს მისივე სახელობის ჭადრაკის სასახლის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს. მოგვიანებით კი საიუბილეო საღამომ რუსთაველის თეატრში გადაინაცვლა. ნონა გაფრინდაშვილს იუბილემ მთავრობის წარმომადგენლებმა და ყოფილმა პრემიერმაც მიულოცეს. ლეგენდარულ მოჭადრაკეს ვარსკვლავი მისივე სახელობის ჭადრაკის სასახლის წინ გაუხსნეს. ცერემონიას ცნობილი სპორტსმენები, პოლიტიკოსები და ნონა გაფრინდაშვილის თაობის მოჭადრაკეები დაესწრნენ. ნამდვილად საპატიოა ჩემთვის ის რაც ხდება ვარსკვლავის გახსნა, ეს არ არის პატარა საქმე. მე დიდი მადლობა მინდა ყველას გადავუხოდა დღევანდელი დღისთვის. იყავი საქართველოს სამსახურში და ვიქნები საქართველოს სამსახურში. ნონა გაფრინდაშვილი ყველა ქართველისთვის და არა მხოლოდ სოფლიოში უამრავი ადამიანისთვის არის ორი რამის სიმბოლო. ეს არის ინტელექტის გამარჯვება და ეს არის მებრძოლის სულის ყოველთვის გამარჯვება. ჩემთვის არის ეს ადამიანი უაღრესად სათაყვანებელი და ყველა ქართველისთვის მინდა ყველას მიულოცო. ალბათონი ნონა გამორჩეული სპორტსმენი, ასევე საზოგადო მოღვაწეა, ყველაზე წარმატებული. ალბათონი ყველა სახეობაში პარტიურად ამავდროულად არის საუკეთესო პიროვნება. დღესაც ფორმაშია, დღესაც მოქმედი მსოფლიო ჩემპიონია უკვე ვეტერანებს შორის. ნონა გაფრინდაშვილის 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით ვერისბახში გაიხსნა ჭადრაკის დაფა, რომელზეც სიმბოლური სულა თავად იუბილარმა პრემიერ-მინისტრთან ერთად გააკეთა. ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლის წინ ვერისბახში ეს არის პირველი ქართველი მოჭადრაკისათვის გახსნილი ვარსკვლავი, შემდეგ აუცილებლად იქნება მაია ჩუგურთანიძის ვარსკვლავი და შემდეგ ჩვენი ყველა დიდებული ქალბატონის ვარსკვლავი. შეიძლება დაგვიანებულიც გია ეს აღიარება და უფრო ადრე უნდა მოსულიყო გაცილებით, მაგრამ საერთოდ ადამიანის სიცოცხლეში რამდენი კაი მოხდება და მე ძალიან მიხარია რომ დღეს ნონა გაფრინდაშვილი 75 წელს აღნიშნავს და ეს მწვერვალი ვარსკვლავით გაიხსნა. ეს მაინც დაფასებაა 8 წლიანი ყველაფრისა, რაც ნონა გაფრინდაშვილს მიუძღვის საქართველოს წინაშე და ქართველმა ხალხმა, ქართველმა მოჭადრაკეებმა ეს აღიარეს. ვარსკვლავის გახსნის შემდეგ სტუმრებმა რუსთაველის თეატრში გადაინაცვლეს. აქ ნონა გაფრინდაშვილს იუბილე ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა მიულოცა. თეატრში 15 წუთიანი დოკუმენტური ფილმი აჩვენეს. მე-20 საუკუნის უძლიერესი ქალი სპორტსმენის პატივსაცემად რუსთაველის თეატრში დღეს კონცერტიც გაიმართა. მიულოცოთ ქალბატონ ნონას 75 იუბილე ჯანმრთელობა უსურვოთ და შემდგომი გამარჯვებები. შემდგომი გენიალური საჭადრაკო სულები. ჩვენ საყვარელ ნონას მიულოცოთ. სასიხარულოა რომ ის შოული და მონდომები დღესაც აქტიურად აგრძელებს მუშაობას და ზრდის ახალგაზრდა თაობას უბრალოდ ხვალდაზე ჩვენი ქვეყანა უნდა ასახელოს. დღეს ლეგენდარულ ქართველ მოჭადრაკე სპორტის მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა კიდევ ერთი წოდება მიანიჭა. 75 წლის ნონა გაფრინდაშვილი სპორტის რაინდის ტიტულის მფლობელი გახდა.